დაივიწყე ყველაფერი ის, რაც TikTok-ზე აქამდე იცოდი, იმიტომ რომ 2026 წელს საერთოდ შეიცვალა ალგორითმი და ის წესები, რაც დაზეპირებული ჰქონდა, უკვე აღარ მოქმედებს. TikTok-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ იმისთვის, რომ შენი ვიდეო გახდეს ვირუსული, 30 წამი უნდა უყურონ ადამიანებმა შენს ვიდეოს. ანუ წარმოგიდგენიათ 3 წამი კი არა უკვე 30 წამი გახდა ის დრო, რომელიც შენი ვიდეოსთვის არის გადამწყვეტი. თუ 30 წამზე ნაკლებ დროს დაუთმობენ შენს ვიდეოს მაყურებლები, ესე იგი ეს ვიდეო არ გავარდება For You page-ზე. TikTok-ში დაემატა SEO ოპტიმიზაცია, ანუ მუშაობს უკვე როგორც საძიებო სისტემა და ამის გამო აუცილებელია მაღალი ნახვებისთვის ვიდეოს დასაწყისში სათაურივით გაუკეთო შენს ვიდეოს, რომელიც პირდაპირ ეკრანზე ამოუვარდებათ ადამიანებს და დროთა განმავლობაში კიდევ რამდენიმე ტექსტი გამოაჩინო ვიდეოზე, რომელიც კითხვებს გაუჩენს ადამიანებს, ან იქნება მიახლოებული ვიდეოს თემატიკასთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შევავსოთ ვიდეოს აღწერა. ანუ 1-2 სიტყვით დახასიათება ვიდეოსი უკვე აღარ არის საკმარისი, აუცილებლად სრულყოფილი აღწერა უნდა გაუკეთოთ თქვენს ვიდეოებს, უნდა ჩასვათ საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაეხმარება მომხმარებელს, რომ TikTok-ზე თქვენი ვიდეო იპოვოს.